გამარჯობა, კარამელი რა თქმა უნდა კვლავ ეთერშია დღეს პარასკევია 27 მაისი, თუმცა ალბათ დამერწმუნება ყველა ვინც გუშინდელ დღეს ადევნებდა თვალყურს და ის ადამიანები განსაკუთრებით რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შესანიშნავ საინტერესო და ძალიან მხიარულ ღონისძიებებში, რომლითაც გუშინ მთელი თბილისი პრაქტიკულად იყო მოცული და განსაკუთრებული ცენტრი იყო ამისი რუსთაველის გამზირ და არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართა პრაქტიკულად 26 მაისისადმი მიწყვლილი ღონისძიებები, რომ ის ემოცია და ეს ძალიან კარგი განწყობა, რომელიც გუშინ შეგვექმნა გადმოყვა დღესაც და ეს ალბათ არ არის შემთხვევით, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია, დღესაც გრძელდება ამ ღონისძიებების, ასე ვთქვათ, რიგი და ძალიან მიხარია, რომ ძირითადი თემა დაკავშირებული არის ისეთ განსაკუთრებულ ინსტიტუციასთან საქართველოში, როგორც გახლავთ ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვა და ზოგადად ალბათ თემა, რომლის გამოც ჩვენ ძალიან ამაყები უნდა ვიყოთ დღეს და იმედიანად და მშვიდად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში. მე ვიცი, რომ სალომე და ელენე ახლა ძალიან საინტერესო ადგილიდან ჩაგვერთვებიან პირდაპირ ეთერში და ვთხოვ რეჟისორს დამაკავშიროს მათთან და ნახეთ როგორ გამოიყურებიან ჩვენი წამყვანები კომუფლაჟით ამ არაჩვეულებრივ მებრძოლებთან ერთად. რა ხდება ელენე, სალომე? გამარჯობა მაია, მოგესალმებით, როგორც შენ აღნიშნე, სადღესასწაულო განწყობა დღესაც გრძელდება, ვინაიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს 25 წელი შეუსრულდა. ჩვენ იპოდრომის მიმდებარე კი არა და იპოდრომიდან შევიერთდით და როგორც ხედავთ, მზად ვართ საბრძოლველად. ნამდვილად, რა თქმა უნდა, საბრძოლველად მზად ვართ. დღეს განსაკუთრებული დღე არის ყველასთვის, ისევე როგორც გუშინ იყო განსაკუთრებული. თავდაცვის სამინისტრომ აქ საოცრებები მოაწყო და ძალიან ბევრი ლოკაცია იყო, თუმცა ყველაფრის გადაღებას და ყველგან მონაწილეობას ჩვენ ვერ შევძლებთ, მაგრამ ამოვარჩიეთ განსაკუთრებული, სადაც ჩვენ შევძლებდით, რომ ჩართულები ვყოფილიყავით და ეს არის საქართველოს აიროსოფტის ასოციაცია, ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარებიან, ადამიანები, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოლებთ და ძალიან მაგარ სანახაობას გვპირდებით, ასე ვთქვათ. მინდა სალომე აუცილებლად ვთქვა, რომ მე და სალომე ყოველთვის ვოცნებობდით ცხელ წერტილებში მოხვედრაზე, თუმცა ეს ოცნება მე მგონი დღეს აგვისრულდება და ვნახავთ, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი ცხელ წერტილში, თუმცა ამჯერად ჩვენ როგორც ხედავთ, იარაღი გვიჭირავს ხელში და ახლა ერთად თქვენთან ერთად გავიგებთ ამ სბრძოლო წვრთნის, მე მგონი ასე უნდა ვთქვათ, ვიდრე თამაში, ეს მეტია ვიდრე თამაში, ამის წესებს. მე როგორც ხედავთ, ჩემთან ერთად არის ჩემი გუნდის წევრები, ჩემი არა, გუნდის კაპიტანი ბაქარი აქ გახლავთ, მე რიგითი ვარ. მოგესალმებით ბატონო ბაქარ. ელენე, სალომე, მე მინდა ელენე, სალომე, ბაქარს და ზოგადად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თქვენს თანამებრძოლებს მინდა ერთი თხოვნით მიმართო, ძვირფასო ბიჭებო, ზუსტად ვიცი რა ჩანაფიქრი აქვთ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს და ძალიან გთხოვთ ყველა ჩანაფიქრს ნუ აუსრულებთ, იმიტომ რომ მეშინია რაიმე საფრთხე არ მოიწიონ. ერთს გადმოხტომა უნდა, მეორეს გაფრენა უნდა და მე როგორც ასე ვთქვათ, დედობრივად მზრუნველი ადამიანი გთხოვთ, რომ რაღაც მომენტში შეაჩეროთ მათი რისკები. ბიჭებს გთხოვათ მაია დათუნაშვილმა წამყვანმა, რომ ყველა სურვილს სალომეს და ელენეს ნუ აუსრულებთ, იმიტომ რომ შეიძლება რამე ცუდად დასრულდეს, ალბათ დედობრივი ზრუნვით გვითხრა ეს. მაია არ ინერვიულო, ჩვენ პროფესიონალებთან ერთად ვართ და ყველაფერს შევძლებთ. გისმენთ ელენე, შენ გუნდს უსმენთ. ადამიანები ძალიან ხშირად იკრიბებიან და თამაშობენ ომობანას სერიოზულად. ბაქარ, გისმენთ, მე მაინტერესებს ახლა, რა გჭირდება იმისთვის, რომ ამ თამაში ჩავერთოთ? რა თქმა უნდა, იარაღი ხელში გვაქვს, ძალა და განბედაობა, რა თქმა უნდა, თან უნდა გქონდეს, მაგრამ ახლა თქვენი საუბრით. პირველ რიგში მინდა მიულოცო ჩვენ ჯარს 25 წლის იუბილე. ჩვენ თამაშობთ იარსოფტს, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ეს არის იაპონური თამაში, რომელსაც თამაშობს ნებისმიერი მსურველი, თუნდაც საქართველოში. ამისთვის საჭიროა იარაღი, რომელიც ისვრის პლასმასის ბურთულებს. ეს არის პნევმატური სახის იარაღი, აუცილებელია სათვალე პირველ რიგში თვალების დაცვისათვის. შემდეგ უკვე ეკიპირება და დამატებითი აღჭურვილობა. ერთმანეთში ვთამაშობთ, ჩვენ ახლა გავიყოფით ორ გუნდად, შევეცდებით რომ გავაკეთოთ საჩვენებელი თამაში და მაქსიმალურად შევეცდებით ბრძოლის სიმულირებას იპოდრომზე. ნახოთ რა გამოგვივა. თავარი წესი მე მაინტერესებს.
იქნებ მომინდეს და ჩუმად მივეპარო და აი ზურგში ვესროლო. რა ვიცი, აბა სწორი ვარ, როგორ უნდა მოვიქცე? იქნება ძალიან მშვენიერი ტაქტიკური დასვლა. მე ერთი ჩემს კაპიტანს მინდა უთხრა რომ ზაზა მოკლედ თქვენს ხელში ვარ მე. რამდენი კაცი ვართ? 8 კაცი. 8 კაცი. პირველად მონაწილეობ ფაქტიურად ესე სერიოზულ ბრძოლაში და ომში. ასე რომ მაინც თქვენი იმედი მაქვს, არ დავიჭრები, არ გარდავიცვლები, არ მოგხვდები და ასე შემდეგ. ჩვენგან შორს არის, რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ კარგი თამაში და სანახაობრივად ძალიან მაგარი თამაში გამოგვივა. თუმცა ეს თამაში არ არის იდეაში მარტო. საბრძოლო წუთნა. მაშასე ჩვენ ახლა 2 წამში დავიწყებთ, მაგრამ 1 წუთით. სწორად მიჭირავს? კი, სწორად გიჭირავს. ხარზე ესე? ხარზე კვება. ესე. აჰა. აბა ჩემო ოპერატორო, ფრთხილად იყავი მიფრთხილდი, შენ არაფერს არ. არა, რომ ტერი ხარ ჩემი და რას ქვია? რას ქვია არა? ტერი. ტრები ვარ. ბატონო, მაია, ჩვენ ახლა მტრები ვარ. დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ. კაპიტანო, აბა რას ვაკეთებ? ზაზა რა ვშვებით? გადავდივართ ისენითი და კარგად. წავედით. სამ დათვლაზე დავიწყებ. სამ დათვლაში ვიწყებთ. აბა სადღაც დავიმალოთ. პირველი არის გაიგო გემოწყვის და მე ვშე მარტო. ანუ გემო უნდა გავიგო აუცილებლად, ისე არ შეიძლება. მიხდე რომ რაღაც საოცრებას არ ელოდი. აჰა, ეხლა ერთად ვარ ხომ იცით? გამათრიეთ აქედან. ეს რისთვის გინდათ ახლა რომ გესმით ჩემი მზად არიან თუ არა, ადგილზე არიან თუ არა? კი, დავიწყოთ და ორგანიზებო რომ გავუკეთოთ. ერთი მედიკი გვეყოლება. და დავიმალოთ, რაღაც ვდგავართ ის ადვილად დაგვინახავენ. გადავიწიოთ კი ანუ ეს რა? რომელსაც არ უნდა შეეხო, ხო? ოპერატორებს ბიჭები დაინდობენ. მედიკიც გვდება ჩვენ. არაფერი ისეთი არა. მაგრამ თუ დაიჭრები, ხო. საერთოდ დაჭრა არ აქვს ხოლმე ჩვენ გვაქვს მოკდა, გავიდა რესპის სახით, რესპის სახით. ნუ ამ შემთხვევაში ცოტა დავარღვევთ რაღაცეებს, ხო? და მოვა ის მედიკი დაიძახეთ, მედიკ მოვა შეგახოს და აგრძელებ თამაში. всё, გასაგებია, დაჭრილი ვარ ანუ. ხوارა და მეორე სიტუაციაც გვაქვს. მეორე სიტუაცია? როცა მოკვდები, აი ეს წითელი ალამი აფრიალო. აჰა. მაქვს აქ წითელი ალამი? არა, შეგიძლია ხელით. ხო. კაი. შეგიძლია ხელით აწანიშნოს. შეგიძლია აუცილებელია რომ ხელი აწიო და ისე გამო. გასაგებია. მოკლედ თქვენი ესე იგი, ელენე, სალომე, ცოტა მარჯვიდან ხო. უტიოს. მაია, გისმენ მაია. აღმოჩნდა რომ მე ტყუილა არ ზრუნავდი თქვენს მე ჯანმრთელობაზე. შენთან ერთად ვიქნები ზაზა. არ ზრუნავდი როგორც წას ტყუილა თქვენს უსაფრთხოებაზე. აი ნახეთ ტყუილად არ ზრუნავდი, მაია. როგორი ამბავი გველოდება, რა საინტერესოა რა მოხდება ახლა. მიდი. მაია, სიმართლე რომ გითხრა მე ძალიან შენთან ვარ ზაზა. აი მე ცოტა პირველად ვიჭიროს ხელში იარაღი და არ ვიცი ახლა ვის უნდა ვესროლო იქ. დავიწყეთ. დავთვალო? ანუ შეგვიძლია? 2 დავიდა. მოიწეს იარაღი მაგ გასახსნე. არა. აბა. დავიმალოთ. აბა, გადავწიე. всё, ესე? ძალიან ძილი. საკმაოდ ჭირდება. აბა, სად არის? ჩემია სამესროლო. მე ჩემი. აი, შედა. ეხა უყურე. გადავდივარ. სად ყოფილა ეს ჩასაფრებული? საბურავთან? გადავიდე წინ? ის ხო ჩვენიანია, კი? მედიკს დაუძახი. მედიქს. მოგვიყვდა? ვა, აქ არ ამცდება ტყია. აუ, რა სურტყავს ეს ელენე იქნება ეხა უეჭველი. არა, არის. ბომბა. ვა! ეს რა მოხდა? გავიჩინე. აქედაც არ გვაქვს ხო? ოჰო, რა ტყუები მოდის? სხვა ტყუები. ხედავ. ვა! მოვიდა. აჰა, ეს ალბათ სალომე დამიმიზნა. აუცილებლად სალომე დამინახავდა. საფრთხეში ვარ. სად? როგორ უნდა დამთავროს? მოვდივარ. არ ვიცი რა უნდა ვქნა. შენ ავი. გადავიწიოთ წინ. მიგრომეტია შენ. გავქნა? მინდა, წავიდეთ. იცადე გადადიმა. დაიჭერი? ვიცადე როგორ. ვა! ჩაიწიე. კამერას არესტოლო. ხედავ, შენი. კიდევ ერთი აფეთქება.
ხა გადავიდეთ ჩვენი საუბრად. მაგრამ გამარჯვებული როგორ უნდა აუ, ყვიები გამითავდა. ვიწყდება გადის მე უკანა. ვინც ხდება ია რა. დავატრიალე. ხედავ. აი. მიდი. დაიმალა. ცოტათი დამაყდა და სამიზეში. უნდა გამაფრთხილოთ აქეთ რო ისვით. აი მე რა ძნელი გადავრჩით? ომი. ღმერთმანი. ძევალი არ ყავს, პიჯამა. გადავიდე იქით არ შემილია ხო? ვეღარ ხედავ ისინი სად არიან? დაწექიო. აბა სად არის? ვაიმე. ელენე მინდა, ელენე დაგინახე. მახდი. ერთად ბევრს როგორ მე მგონი ჩემს ოპერატორს მოხდა. ხო კარგად იქნება, ძალიან მტკივნეულია. ჯერ როგორ ჩემ ოპერატორმა თქვა, ის უძლებს. ის იმიტომ რომ გმირია. სად მივდივართ? ძალიან რთულია. ბიჭო, გადმოვდივარ და დაგვიცავით, ლუკა, მარჯვენა მხარეს დაგვიცავით. ძალიან რთულია, მოვიდივარ. ჩვენ გადმოვალთ მან, ჩვენ მარჯვნივ ესროლე ბარიკადით. დახტება. მივდივართ. დახტება. მორჩა, თუ რა ხდება? ცოცხლები აღარ არიან ისინი? ელენე სად არის? რა ხდება? ბომბა მენ? მე რა ვქნა? არ გაბედო თავის აწევაო. ხედავ. ამ დროს როგორ გინდა რეპორტაჟი გააკეთო? აბა. კიდევ ძალიან გთხოვთ. დაინდეთ ჩემი ოპერატორი. ხო, თავში მომკვდა. აბა როგორ ავიხედო? მედიკი! ხო. არის რალად? ხედან. ახლა მორიგი აფეთქება იქნება? всё. რა მოხდა? ხეთო არ აფეთქდა. ელენე გამარტყამდა ეხლა, სხვა კი არავინ. ბარა ბრაკი აღმოჩნდა. საკმაოდ დაუღრე. შენი რა ჩასაფრებულია. თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ქალბატონი გვყავს, რომელიც იბრძვის. მე რა ვიხედავ? რატო არ ისვრიან, რა ხდება? ტაქტიკა აქვთ რაღაც შემუშავებული აშკარად, ხო? ჩვენ დავხოცეთ? მე რო გადაიწიათ, ჩვენ გადმოვიდეთ. ახლა დამაзвია და ზემოთავდით. მარჯვენა მხარეს უყურებია რა. დამაзвია ზემოთავდივარ. ეს მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლაა, მაგრამ ერთი რამ მინდა შევნიშნო, იმდენად დინამიურია და იმდენად ახლოს არის ალბათ რეალურთან, რომ მე მართლა ვინერვიულე, თუმცა ჩვენი ოპერატორის מחვილმა თვალმა ერთი რამ შენიშნა, რომ ელენე იმთიც არ კრავდა სასახლეც, რომლითაც ზოგადად ჯარისკაცები სარგებლობენ ხოლმე, ეს უნდა იყოს მეორე თითი, ელენე ამას ორიგინალურად მესამე თითით აკეთებს, თუმცა შველიბრად იბრძვით, მოდით ასეც ვთქვათ, მე ძალიან მინდა რომ ეს იმიტირებული ბრძოლა იყოს ყოველთვის იმიტირებული და იყოს სავარჯიშო და სატრენინგო. გოგონებს მინდა უთხრა რომ ძალიან კარგი დებიუტი შედგა მათი ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად და ზოგადად ძალიან საინტერესო სანახაობა. მე როგორც ვიცი დღევანდელ აი ამ ღონისძიებების რიგში იყო კიდევ ერთი ესეთი გადაფრენა ვერტმფრენით, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრიტანელი ჯარისკაცები. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი გადაფრენა, როდესაც ვერტმფრენით საქართველოს დროშა მიფრინავდა მთელი თბილისის თავზე და ძალიან ღირსეული და ოპტიმისტური, ასე ვთქვათ, აქცია გახლავთ ეს თავდაცვის სამინისტროს. ეს არის ის, რაც ჩვენს გულში ნამდვილად ყოველთვის ძალიან დიდ სიამაყეს იწვევს. მე მგონი ახლა ჯობია გოგონები ცოტა ხანი დავასვენოთ პოლიგონზე, რადგან კარამელში რეკლამის დროა.